ჩვენი შოუ 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 საგამოშვიდობისას ვიფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. სულ რამდენიმე წამის წინ გადაცემის ქუდში ასე რომ გამოაცხადა ჩვენი შოუ. აი ის ბესო ბერულაშვილი გახლავთ დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი. მოგესალმებით. როგორ ხარ შემოძმაო? რაღა დაგიმალო ჩემო ძმაო და ძალიან მომნატრები ხარ. აბა კაცო, წელს არ ყოფილ ხარ ჩვენ შოუში. არ ყოფილა რამდენი ხანია უკვე. რა ვქნა შემოგევლი, აი ესე აეწყო ჩემმა მეგობრებმა თავდასხმა მომიწვეს. გამიტაცეს სრულიად სიტყვის მნიშვნელობით და აი კარგი მაგარი მოთხილამურე ვინ არის ხა ჰაი კლასის ხა. მოთხილამურებში ვერ ყვევი ხელში არ ამჭერია. არც მეტი არც ნაკლები გამაქანეს და წამიყვანეს შვეიცარიაში. აჰა. შვეიცარიაში მიკრეს თავი ვეხვეწები ხალხო მეუთხარი რამე და ალპებში თქვენ დალოცილებ რომელი ჰანიბალი ან სუვოროვი მე ვარ ხა. სპილოსავით კი ვარ ბარო. გადაიარო. სპილოსავით რო გადავე ჰანიბალო ხო სპილოებით გადაიარა და მარა რა ვნახე რა. აუ ძალიან მაგარი ქვეყანა. არანაირად საქართველოზე ლამაზი არ არის რა. უბრალოდ მაგარი მოვლილია რა. საოცრებად ყინულის ქალაქი ვნახე გია რაღაცა ყინვარში შედიხარ ერთი 5-6 კილომეტრი შეიძლება 10 კილომეტრი შედიხარ და იქ არის ქალაქი და ვა რაღაცა ეს პირღე დავდიოდი რა. ყველაზე მაგრად რაც მომეწონა ყველის ქარხანა იყო. ყველის ქარხანაში და შოკოლადის ქარხანაში აღმოჩნდი. შენი ინტერესები მოძებნე ესე იგი, კულინარიული. მოგეცალ ხენა რა, მე აი ხანე შოკოლადის კი აღარ ვიყურებოდი. ჩამოვედი ჩემოგია დაღლილი დაქანცული წარმოიდგინე შვეიცარია რაღაცა ჩამოვედი და ეგრევე ახალი წელი. ახალი წელი დაიწყო და აბა მიდი იქიდან აქედან რაღაცა და მე ხო იცი ქართველმა კაცმა დაწყება იცის როდის იწყება ახალი წელი, მაგრამ როდის თავდება არ იცის. აი ეს არის რა ამას ვიყვება მე ჩვენი ჯანი მთელი ენერგია მთელი ის და წინა დღეებში შენ გაგიშვია თურმე ძველი გადაცემა, სადაც მევყვები ცირეკიძე რო ყავს დათო ჩვენ მეგობარი. ო, საუკეთესო ფრაგმენტები იყო და მათ შორის საუკეთესო და გოჭი ჯოჯოხე წანათებს რა, ეხა ბილეთი ხო, რომ მოუჟოშკე ეს ბილეთი რაღაცა რა, არა მაქვს და კონცერტის ბილეთი და აუ გოჭი მინდაო მოგცე უი მქონია მეთქი და გოჭი ჯოჯოხე წანათებსო და ეგ თიანი ფრაზა ტექის აიტაცა რა მოკლედ რა, ეხა ჩვენმა სამეგობრომ დღემდე ეგ არის აქტუალური. ხო და მე უფრო მაგარს გეტყვი. სხვათა შორის იმის მერე არ გაუნათებია მაგისგან არც ერთ ახალწელს. არა, ჯოჯოხეთი ერთხელ განათა და მე აღარ მეთქი გამეორება წოდნის დედა რაღაცა აბა. ხო და ყავს ჩვენ ორივეს, ჩემი ბავშვობის მაკაცია და შენ შესანიშნავად იცნობ იმ ადამიანს, გვარდასახელს არ დავასახელებ. თავს არ მოუჭრი, იმედია მიხვდება და გაბოასწორებს. ვიზეც არის საუბარი და ერთი 30 წელია ღორების ფერმა აქვს რა. უფრო კონკრეტიკასაც გავაკეთებ რა, რომ მიხვდეს ვიზეც არის საუბარი, კახეთში აქვს რა და მიხვდება. რაღაცას აღარ გავაგრძელებ, თორე ფეხბურთელი რო თქვა ყველა მიხვდება ვიზეც. ბოლო 2 წუთი ტელეფონის არ ასახელებ, ხო? ბოლო 2 წუთს არ ვასახელებ და მოკლედ 30 წელი პირდება, გოჭი არ იყიდო ახალწელს, მე უნდა გამოგიგზავნო გოჭი. 30 წელია უგოჭოთ ხდები ახალ წელს. და ჩემი გამოსაგზავნი გოჭები თან იმით ამოშანთავს ხოლმე. აი ნახეო, ვიდეო გავამიგზავნე. აი და ხო იცი იმებს რომ დამღას რომ დაადებდნენ ხოლმე გლადიატორებს, ხო იცი აი ეგრე შანთავს გოჭებს, ბლას ვაწერია ეს შენია. ეს ბესოსვისო, ხო? ხო, ეს ბესოსვისო რა. ხო და ყველა ეს დამღიანი გოჭი ღრმა სიბერით კვდება მე გადადის ღორობაში და მე ღრმა სიბერით კვდება. შენ ამდე ვერ აღწევს. არა, ვერ ჩამოვიდა ვერც ერთი რა. ის ამ გოჭის და ღორის თემა
აქტუალური ყია, ჯერ სცენაზე ითამაშე შენ. ო, და დედაგვარი. მეორე ცხოვრებაშიც. გოგონა რო გამოვარდა. ო. მთელი მაღაზია შეძრა, ვაიმე გოგონებო, ესეთი დედაგვარი მე არ მინახიაო. აი ეს დედაგვარიაო. წადითო ნახეთო რა. არა და მეთქები გადავივაცხრე, მეთქი ხო არ მოვეწონებინე. თურმე ჩემი დედაგვარობა მოწონებიათ რა და. ეს ღორი და გოჭი კაია სუფრაზე თორე ისე რაღაცა ძალიან მოდებულია ეს ღორის გრიპი და რაღაცა. კაცო განსაკუთრებით და ბოლო პერიოდში. მაგისი გამოცდილება მაქვს რა. კახეთში ვიყავ ერთი დიმიტრი მყავს ჩემი ძმაკაცი დიმა და აგრად ვიქეიფით კაცო აგრად და დილას ვერ ავდგები რა. აი ყვნესა შფოთვა ღრუტუნი ერთმანეთში არეული რა. აი გამჭირს რა. ყვნესი შფოთავ ღრუტუნებ. და გამაქანეს ეგრევე თელავის ავადმყოფოში. აი ხა თელავის ავადმყოფოში ფეხზე დადგა ყველა რა ვერნაცვალე მაგათ და ქალების ლაპარაკი მესმის რა. ექიმე და მოვლელი და რაღაცა სანიტარი და ისინი რამე და კონსილიუმია შეყრდო აი მე როგორ დამენანა კაცო როგორ დამენანა ეხლა გრიპით ვინცოდოა კაცო ესა გრიპით ისე ლაპარაკობენ მეთქი რაღაცა ვერ ვარ კარგად დავიჯერე რომ მართლა ვერა ვარ რა თორე ისე ზერელეთ უყურებდი რა მე ეს ღრუტუნი გადაივლის ეხლა და აი მე როგორ შენა რისი გრიპია ქათმისა უიმე როგორი არეული ლაპარაკი იცი რა აბა გაახედე ხლა რამოდენ არის მაგაზა ქათმისა იქნება ღორისა ქალო ღორისა ინაცალი პიტერები როგორ ჩატუნტულებულია აი ღრუდ ისე გაუკეთებია რა გვერდი არ მომხალო მოკლედ ამ ღორის თემიდან სხვა რამეზე გადავალ და რადგან ცხენისწერია ბედაურის ტანი დაგეყენებინოს შემოძმაო შენს მეც ამ წელიწადში გისურვებ და შემთხვევას უსურვებ შენ პირ შაქარი მაშინ თუ ეგრეა შემოძმაო მე არაბული ბედაური ვიცემ და შენ კიდე წმინდა სისხლის ინგლისური კი ბატონო მაწყობს რატო არა ო და ბედაურზე მინდა ერთი მოგიყვე რა კი ბატონო იპოდრომზეო იმდენი ხალხი იყო თასმის შესაკრავად დავიხარეო და უნაგირი არ დამადგენ ზურგზეო კაცო მართ რა კაცო რა ქენი მე და რა უნდა მეკრაო მესამე მივედიო მოგლედ რადგან აქეთ ხარ უკვე სამშობლოში ჩამოხვედი აწი ხშირად გიხილავს ჩვენი შოუს მაყურებელი ძვირფასო მეგობრებო ჩვენი სტუმარი გახდა ჩვენი ძმა და მეგობარი ბესო მერულაშვილი დიდი მადლობა მიყვარხარ ფესტინაშია ჯგუფი ურსა It's
დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს ჯგუფს ურსას, წარმატებები უსურვოთ მას. ნება მიბოძეთ სტუდიაში მოვიწვიო დოდონა ნამორაძე. როდიგე ნაცალე როგორ ხარ? დოდონა მოგესალმებით ჩემო ძირფასო. ჩვენ ერთად მოგვიწვიო ყოფნა სულ რაღაც 3 კვირის წინათ ხდებოდა ეს ყველაფერი საბერძნეთში, ათენში, სადაც მე მქონდა პატივი რომ ჩამეტარებინა საჯარო ლექცია ამერიკულ უნივერსიტეტში, ვებსტერში, თემაზე ქართული მრავალხმიანობის საერთაშორისო მნიშვნელობა, ხოლო შენ შესანიშნავად ჩაატარე შენი მორიგი სოლო კონცერტი. კიდევ ერთხელ, ოღონდ უკვე საჯაროდ მინდა მოგილოცოთ თქვენი დიდი ტრიუმფი საბერძნეთში, ათენში, ვებსტერის უნივერსიტეტში. სადაც ჩაატარეთ ესეთი ძალიან მაგარი ლექცია და მახსოვს მაშინ ისეთი შეგრძნებები მქონდა რომ რა მაგარია, როდესაც ესეთ მაღალ პროფესიონალურ დონეზე ტარდება ჩვენი ქვეყნის ესეთი წარმოჩინება, ჩვენი კულტურის ამის სიდიადის და ზუსტად რომ მაყურებლებიც იქ ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრებიც იყვნენ და მაყურებლებმაც აი როგორც ლექციის დროს, ასევე ლექციის შემდეგაც აღნიშნეს აი თუ როგორ მოეწონათ ეს ლექცია, რამდენი რაღაც გაიგეს. პირადად მე ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე თქვენგან და შემდეგ საუბარშიც სხვადასხვა ელჩებთან და იუნესკოს წარმომადგენლებთანაც ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცაზე ჩამოვარდა საუბარი და ამასთან ერთად კარგი ის იყო რომ ბევრ მათგანს საქართველოსთან აქამდე შეხებაც კი არ ქონია, მით უმეტეს მის კულტურასთან და პოლიფონიასთან, როგორც თქვენ ახსენეთ. კი, მართლაც ასე იყო და პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ აი ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქართული პოლიფონიის მიმართ ინტერესმა გამოიწვია, მაგრამ არის უპირველეს ყოვლისა დამსახურება არაჩვეულებრივი პიროვნების და მართლაც ამაგდარი, ნამდვილი მოღვაწის, რომელიც გვეგულება ჩვენ საბერძნეთში, ეს არის ცნობილი ადამიანი, პროფესორი ავთანდილ მიქაბერიძე, რომელიც წლების განმავლობაში უკვე დიდი წარმატებით ხელმძღვანელობს კულტურის ცენტრს ათენში, სახელად კავკასია და მოვიკითხავ აქედან ავთოს დიდი პატივისცემით. და აი მისმა ავტორიტეტმა განსაზღვრა პირველ რიგში, რომ აი ესეთი საზოგადოება შეიკრიბა ვებსტერში. სრულიად გეთანხმებით. ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან მიყვარს ბატონი ავთო და ოღონდ აუცილებლად სათქმელია რომ გარდა მისი უდიდესი წვლილისა, თქვენი ძალიან დიდი დამსახურება იყო თქვენი ავტორიტეტის და ბექგრაუნდისა ამ სფეროში, ზუსტად იმ საზოგადოების წარდგენა, რომელიც იქ იყო. შესავალ სიტყვაშიც აღნიშნა იუნესკოს დირექტორმა ქალბატონმა, რომ კოლუმბიის, ჰარვარდისა და სტენფორდის უნივერსიტეტების შემდგომ ძალიან მაღალი მოლოდინი იყო ვებსტერში და ძალიან სასიხარულო იყო როგორც ჩემთვის, ასევე იქ მყოფი ქართველებისთვის, რომ ესეთი სიამაყით ვისმენდით და ვუყურებდით ამ დამსწრე საზოგადოებას, რომლებიც 80% იყო უცხოელი, სხვადასხვა ქვეყნიდან წარმომადგენლები და ისეთი საინტერესო იყო ეს ლექცია, მე თვითონ როგორც ვთქვი, ბევრი ვისწავლე და ასევე ეტყობოდათ მათ სახეზე აღფრთოვანება და მიხარია ხოლმე ჩვენი კულტურის სიდიადის ასეთი წარმოჩინება ხოლმე სხვადასხვა ქვეყნებში. დიდი მადლობა თქვენ და კიდევ მრავალი მწვერვალი დაგეკვირდით. დიდი მადლობა თქვენგანაც. მე მხოლოდ ვცდილობ რომ ერთი აგური დავდო იმ მნიშვნელოვან საქმეში, რომელსაც საოცრად ემსახურებოდნენ ჩვენი წინარეთაობის, აი დიდი მოღვაწენი და აღარაფერს ვამბობ ჩვენს გენიალურ წინაპრებზე, რომელთაც შექმნეს ეს ყველაფერი. მაგრამ ერთ რამეში კი დაგეხმები, რომ თუ კი რაიმე არის დღევანდელ დღეს, აი საშურიდან მნიშვნელოვანი, ეს არის საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ცნობადობის ამაღლება. აი ამას ცდილობს აბსოლუტურად ყველა ქვეყანა და ძალისხმევას არიშურებენ, რომ სწორედ კულტურა იყოს სამხრივი იარაღი და ვინაიდან ქართველები იმ ნიშნით ვარ დაწინაურებული, რასაც ქვია ჩვენი კულტურის აი მის განსაკუთრებულობა და საოცარი სიღრმე და სიმდიდრე, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი მაგალითად ის გზა, რომელიც გაიარა ლეგენდარულმა პიროვნებმა ბატონმა აზურ ერქომაიშვილმა, რომლის აი სიკეთე ყოველ ფეხის ნაბიჯზე მე პირადად წინ ხვდება, როდესაც ჩავდივარ და ამ ყველაფერს რატო ვამბობ და ბატონი აზური რატო აღნიშნე და ის დიდებული ანსამბლი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა წლების განმავლობაში ანსამბლი რუსავი, პირველად მომეცა საშუალება, რომ გარდა იმისა, რომ ვისაუბრე ამ ყველაფერზე, მოვასმენინე ცოცხლად ანსამბლ კავკასიასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი ადგილზე გაჟღერდა, გარდა საარქივო მასალისა. ქონდა საშუალება რომ გადამეცა ვებსტერის უნივერსიტეტისთვის მართლაც უნიკალური გამოცემა აკადემიური ხასიათის სამტომეული სახელად საქართველოს ინგლისურ ენაზე, სადაც არის მართლაც უნიკალური მასალა თავმოყრილი ეთნოგრაფიაზე, კულტურაზე, საქართველოს ისტორიაზე. მისი სულის ჩამდგმელი ამ პროექტისა და ხელმძღვანელი გახდა სწორედ ბატონი აზორ ერქომაიშვილი და 102 ქართველი მეცნიერი 10 წლის განმავლობაში მუშაობდა რუდუნებით ამ ნაშრომზე და მასში შესულია თან 2491 უნიკალური ჩანაწერი ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და საგალობლებისა.
და ეს ყველაფერი გადავეცით ვებსტერს, საიმისოდ რომ ვინც კი დაინტერესდება ქართული ფოლკლორით, საქართველოს ისტორიით, უკვე ექნება ძალიან მნიშვნელოვანი წყარო და გადავეცი ეს ანზორ ერქომაიშვილის საერთაშორისო ფონდის სახელით, რომელსაც შესანიშნავად ხელმძღვანელობს ბატონი ანზორის ღირსეული მეუღლე ხალბატონი ლალის ეთურიძე და მივესალმები ხალბატონ ლალის და დიდ მადლობას ვეთქვი. აქვე ვიტყვი რომ ეს გამოცემა დაიბეჭდა ამერიკის შეერთებულ შტატებში უმაღლეს დონეზე Nova Science Publishers მიერ და მათაც მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ქართული კულტურის ესეთი თანადგომისთვის. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მე ასევე მინდა ძალიან დიდი სიხარულით მოგილოცო შენ მართლა წინვალეთ ჩატარებული სოლო კონცერტი მეოთხე იყო ეს უკვე 1000-ში შენს მიერ ჩატარებული და შენ რო მაღალ დონეზე წარმოადგენდი ამ ყველაფერს როგორც შემსრულებელი, როგორც პროფესიონალი მომღერალი, ამაში მე დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ მე პირადად რაც გამიხარდა და აღმოჩენად იქცა ჩემთვის ეს იყო ის თუ რამდენად უყვარხარ საბერძნეთში ცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს და ეს ყველაფერი ჩანდა პირველივე შეხვედრიდან, აი ყოველ ჯერზე, იმიტომ რომ შენ აი ეს სიკეთე დათესილი გაქვს შენი მართლაც საამაყო გამოსვლით საბერძნეთის ვოისში, სადაც შენ გაახარე გული ყველა ქართველის და გილოცავ კიდევ ერთხელ. ერთსაც დავძენ რომ შენ სოლო კონცერტს მართლაც აი განსაკუთრებული მნიშვნელობა შეძინა ბერძნული კულტურის ცოცხალმა ლეგენდამ იოვანამ, რომელიც ძალიან უყვარს საქართველოში, იმიტომ რომ დღემდე ყველას გვახსოვს მის მიერ ფანტასტიკურად შესრულებული თბილისო, მაგრამ რამდენიმე სიმღერა შეასრულა თქვენ მე ერთად იმღერეთ დუეტში თბილისო და მართლაც შესანიშნავია. სხვათა შორის ბევრმა არის ის რომ იოვანა გარდა იმისა რომ ცნობილი მომღერალია, არის არანაკლები ცნობილი მწერალი, პუბლიცისტი, 25 წიგნის ავტორი, რომანების, პოეტური კრებულების და ისეთი იშვიათი ინტელექტუალია და მან ძალზე შეგაქოს შენ და მართლა ქათინაურები არ დაიშურა შენი როგორც მომღერლის მიმართ და ამასაც გილოცავ შემოძვირფასო. უღრმესი მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ რომ კონცერტი ესე გამილამაზეთ. თქვენ დარბაზში ესწრებოდით ჩემს კონცერტს და შემდეგ უკვე მეორე ნაწილში გთხოვეთ ამოხვედით ჩემთან სცენაზე და რამდენიმე სიმღერა როგორც დუეტში შევასრულეთ, ისევე დამეხმარეთ აკომპანიმენტში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ძალიან მიხარია რომ ასეთი სითბოთი და სიყვარულით შეგვწყვნენ ჩვენი ქართველი თანამემამულეები. ეს მინდა უდიდესი მადლობა უთხრა მათ და აი განსაკუთრებული სიყვარული გამოუხადო. იქაც ვთქვი და ახლაც მინდა გავიმეორო რომ მართლაც აი მუხილავ ძაფებს მუდმივად უგზნობ, რომელიც გამულია ჩვენს ძვირფას მაყურებლებს, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და ამ შემთხვევაში ჩვენ საბერძნეთზე გვაქვს საუბარი და ჩვენ შორის და აი ამ დიდი მხარდაჭერისთვის, აი ამ ყურადღებისთვის, რასაც თქვენ იცით, ჩვენი სატელევიზიო გადაცემების თუ ჩვენი კონცერტების მიმართ და იმ სითბოსთვის, რასაც ჩვენ ყოველ ჯერზე გვგზნობთ უშუალო შეხებისთვის, აი მართლაც ქეთს ვიხდით თქვენ წინაშე და უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს. ასევე კურიოზი მოგვივიდა სცენაზე ხო, კაცო. მახსოვს ძალიან სახალისო, ცოტა ვინერვიული, ხო მინდა რომ მოვყვე დეტალურად რომ ჩვენმა მაყურებელმაც გაიგოს რა მოხდა ეგ. თქვენ რომ დაჯექით კლავიშიან ინსტრუმენტთან, პირველი სიმღერა უნდა გვემღერა გოგო გოგო შავთვალა დუეტში მახსოვს. და რომ დაიწყეთ, გამოგხედეთ რაღაცა ცოტა დაძაბული მეჩვენეთ იმ მომენტში და მე სცენაზე ვერ წარმომიდგენი ხართ თქვენ დაძაბული და გადმომედო რაღაცნაირად და ავნერვიულდი რომ ნეტა რა ხდება. მაგრამ მალევე გაართვით თავი და მე ვერაფერი ვერ გავიგე კონცერტის ბოლომდე და მახსოვს რომ გკითხეთ რა მოხდა მეთქი და ტონ ნახევრით ზემოთ დამიტოვაო ტრანსპოზიცია იოვანას აკომპანიატორი. აბა კაცო, ესე იგი რომ მივედი მგონია რომ ანუ 6 სიმღერა დაუკარით ტონ ნახევრით ქვემოთ. ხო, ისე რომ არ ვიცოდი ეგ. ისე რომ ეს არის წარმოუდგენელი ჩემთვის თქვენ ხართ გენიოსი ამ ამბავში. მე ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ტონ ნახევრით აი თან ერთი ტონი კიდე გასაგები ამბავია ტონ ნახევარია ბადრთული. მართული აი ყოცი არაფერი ამას შეუძლებელი არის მართლა დამაბრუნა კონსერვატორიაში და მავარჯიშა ტრანსპოზიციაში, მაგრამ გზადაგზა რო ხდება და თან მაყურებელი იქ როა დაძაბულობა აქედან იყო, მაგრამ სხვა შემთხვევაში ნაცნობი ინსტრუმენტი რო ყოფილიყო, მე გადავთავდი დავაბრუნებდი, მაგრამ მისი ინსტრუმენტი იყო და სანამ იქ გაერკვევოდი, იქნებოდა უხერხული. არაწერა არსა ტრანსპოზიცია. გზადაგზა მოგვიდეს, სამეულოდ რაც თავარია ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მოიწონა ეს ჩვენმა მაყურებელმა და მოდი აქ ხარ შენ კლავიშიან ინსტრუმენტი გვაქვს ამჯერად ნორმალურ ტონალობაში, როგორც უნდა იყოს, ვთხოვ ჩვენს პროდიუსერებს რომ შემოგვბატონ და მაშინ ერთი სიმღერა შევასრულოთ, რომელიც არც აქ გვიმღერია, არც იქ და პირველად აჭირდება ეს ჩვენი დუეტის შესრულებით. არ მაძინებს წვიმის ხმა და შენზე ფიქრი თითქოს ციდა რამე ღრუბელი
მოწვეთს დღეს ჩვენს შორის ყველაფერი დარჩა შორის და სიჩუმე შენ სიყვარულს აღარ მაცდის გაზაფხული ჩემთვის დაჩქარა დაილია დრომლოდინით შემაბარათ მაში ვერცხლი ნუ თუ მართლა სიყვარულის დაისია რომ ჯიგჯიგი აღარ მესმის ჩემი მერცხლი არ მაძინებს წვიმის ხმა და შენზე ფიქრი თითქოს სიდან მეღრუბელი გულზე დმაწვეს დღეს ჩვენ შორის ყველაფერი დარჩა შორის და სიჩუმე შენ სიყვარულს აღარ მაცდის გაზაფხული ჩემთვის დაჩქარა დაილია დრომლოდინით შემაბარათ მაში ვერცხლი ნუ თუ მართლა სიყვარულის დაისია რომ ჯიგჯიგი აღარ მესმის ჩემი მერცხლი ცოტა ხნის წინათ ბატონი ანზორ ერქომაიშვილი ვახსენეთ, რომელიც მის მიერ დაარსებულ ანსამბლ რუსთავთან ერთად 10 წლეულების მანძილზე საუკეთესოდ ართმევდა თავს იმ უმნიშვნელოვანეს მისიას, რასაც ჩვენი კულტურული მონაგარის წარმოჩინება ჰქვია საერთაშორისო ასპარეზზე. და როგორი გულდასაწყვეტია, რომ რუსთავის იმ ოქროს თაობიდან ძალიან ბევრი აღარ არის. აი სულ ახლახანს გამოგვაკლდა ერთ-ერთი მათგანი, ჩვენთვის განსაკუთრებულად ახლობელი ადამიანი, ჩვენი უსაყვარლესი მერაბ სამყურაშვილის მამა, ბატონი ლევან სამყურაშვილი. ჩვენი შოუს მაყურებელი მას კარგად იცნობს და ნება მივოძეთ ახლა შემოგთავაზოთ ფრაგმენტი სწორედ იმ გადაცემიდან, სადაც ბატონი ლევანი თავის შვილებთან ერთად მღერის.
ბატონი ლევანი იყო იშვიათი პიროვნება, ღირსეული ქართველი, გამორჩეული მრავალი ნიშნით, გარეგნობით, იმერული ზრდილობით, ადამიანებისადმი საოცრად ფაქიზი დამოკიდებულებით, კეთილშობილებით, ვაჟკაცობით, ტრადიციული ფასეულობების ერთგულებით და რაც მთავარია, წარმოუდგენლად შეყვარებული საქართველოზე და ქართულ სიმღერაზე. კაცი, რომელიც ეტალონად გამოდგებოდა სიკეთის, მეგობრობის, თამდაბლობისა და ჭეშმარიტი პატრიოტიზმის. შვილებიც ამ პრინციპით აღზარდა. მამაშვილობის მადლი რომ იცოდა, ისეთი კაცი იყო. რადგან მამაშვილობა ვახსენეთ, ისიც უნდა ითქვას, რომ ამას ჩვენთვის, ქართველებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან რაც კი ღირებული იყო ჩვენში, ტრადიციულად მამიდან შვილზე გადადიოდა ხოლმე. განსაკუთრებით ეს ითქმის ქართულ ფოლკლორზე. ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობის ამ უნიკალურ მემკვიდრეობაზე, რომელიც ვერაფრით მოახსნევდა ჩვენამდე, რომ არა თაობიდან თაობაზე გადაცემის მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი ჯაჭვი. როდესაც ჩვენი მამაშვილი ბაღაშვილი საიუბილეო კონცერტი მზადდებოდა, შემთხვევითი არ იყო, რომ საფინალო ნომრად ბატონ ჯემალ ჭკუასელთან ერთად შევარჩიეთ ჩაკრულო, რომელიც იმ დღეს პირველად შეასრულა სცენაზე მამაშვილების გუნდმა ანსამბლ ერისიონთან ერთად. და ამ გუნდის გამორჩეული წევრი გახლდათ ბატონი ლევან სამყურაშვილი. ეხლა კი განაპირები სიურპრიზი მამაშვილები შეასრულებენ ჩაკრულოს ერისიონთან ერთად. მაშას სცენაზეა მამაშვილთა გუნდი, ბატონები ჯემალ ჭკუასელი და შერმადინ ჭკუასელი. არიელ ონაშვილი, ახა ონაშვილი. ოთარ ბლუაშვილი და თამაზ ბლუაშვილი. ლევან სამყურაშვილი და მერაბ სამყურაშვილი. ნოდარ სინჯიკაშვილი და თემურ სინჯიკაშვილი. და რაღა თქმა უნდა იუბილარები, ჯემალ და გია ბაღაშვილები. აი ხიდის თავს შევღრადა პირობა ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ზმანია ჩავხდეთ მუხრან ბატონსა თავს დავანგრიოთ ბანია Pirova, ჩვენ